როდესაც ეს ამბავი მოხდა და მთელი ქვეყანა შეიზრა ამ უსამართლობით, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ პირადი კონტროლის ქვეშ აიღებდა ამ საქმეს და აუცილებლად გამოიძიებდა, რადგანაც ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირის ღირსების საქმე იყო, თუმცა ეს ყველაფერი აღმოჩნდა მხოლოდ პირადი ინტერესებისათვის გაკეთებული განცხადება. ის პრემიერობისათვის ემზადებოდა და შესაბამისად არ აწყობდა სახელის შელახვა. იმ სამმართველოში, სადაც მოხდა მამუკას დაკითხვა და იმ დროს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო, ასეთი დანაშაულის შემდეგ მისმა ხელქვეითებმა ჩაიდინეს უკანონოდ აკვეთეს მამუკას თავისუფლება და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წაიყვანეს სამსახურიდან მოწმის სტატუსით. პატივცემული ჭიკაიძე კი ამ დროს დააწინაურეს და ის დღეს მინისტრია. ჩემი შვილი კი შეეწირა სამართალდამცავების უაზრო შეცდომას, რომლებმაც დაარღვიეს ადამიანის უფლებები და მამუკაზე მოახდინეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ასე მომიკლეს უდანაშაულო ალალ-მართალი შვილი და ობლად დამიტოვეს 2 მცირეწლოვანი ბავშვი. მამუკას სანაპიროვნება საუკუნეში მხოლოდ ერთი იბადება, არავითარი დანაშაული მას არ ჰქონდა. სამართალდამცავების ზეწოლის გამო მოხდა მამუკას ლიკვიდაცია. ჩვენ გვიტყავ ჩვენი პოლიცია, აი ასეთია სამართალდამცავების დევიზი. 8 თვეა ვითხოვ ეკაბესელიასთან შეხვედრას. მინდოდა რომ გამერკვია ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოხდა ჩემი შეხვედრა. 1 ათწლიანი მაინც ვიყავი პარლამენტში, მაგრამ არ მიმიღეს. შემდეგ მინდოდა უსუფაშვილთან შეხვედრა, არც უსუფაშვილთან არ მომახვედრეს. დავით უსუფაშვილა მძიმე დღეებში თქვა ტელევიზიით გამოვიდა და ისა ხალხო ნუ გავუწევთ მოვლენებს. არსებობს მიხალოტაძის ოჯახის წერილი, რომელთაც ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ შემდეგ გაქრა ეს წერილი, არსად არ არის. და ამისთვის მინდოდა უსუფაშვილთან შეხვედრა, მაგრამ არ მოხერხდა მასთან ჩემი შეხვედრა. და ვერ მოიცალა ბატონმა დავითმა ჩემთვის, რომ მივიღე 5 წუთით მაინც. ალბათ ასე მაგათ მოქალაქეებისათვის მხოლოდ წინა საარჩევნოდ სცალიათ. პრეზიდენტთან გავაგზავნე 5 გვერდიანი განცხადება 2 აპრილს და 4 აპრილს უკან დამიბრუნდა პასუხი, რომ თქვენი განცხადება გადაეცა პროკურატურასო და ასეთი განცხადება პროკურატურისათვის უკვე გამგზავნილი მქონდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახალხო დამცველის და ზაზა ხატიაშვილის თხოვნის და ბრძოლის შემდეგ მამუკას საქმე გადაეცა გენინსპექციიდან პროკურატურას, სადაც თითქმის იმედის მარცვალი გაჩნდა იმისა, რომ საქმე წინ წავიდოდა, რადგანაც კეთილსინდისელი გამომძიებელი შეხვდა გიორგი ჩუბინიძე. ეს იმედიც ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან გიორგი სხვა სამსახურში გადაიყვანეს და დარჩა გამოუძიებელი საქმე. ეს საქმე გამოუძიებელი და ახლა ეს საქმე გადაეცა გიორგი ნიქაბაძეს. ნახოთ კიდევ ვის გადასცემენ და სანამდე იქნება ასე გამოუძიებელი, ალბათ ასე აწყვეს ამ მთავრობას. სად არის კანონი და სამართალი, რა უნდა მამუკას მიწაში და ის ზურაბ მეგრელიშვილი სამართალდამცავი, რომელმაც წაიყვანა მამუკა, ის მიწაზე უნდა დადიოდეს, მისი უაზრო შეცდომა შეეწირა მამუკას სიცოცხლე. რატომ უნდა იარონ სამართალდამცავებმა დაუჯერი ხალხო, ეს ჩემი შვილით არ იწყება და არ მთავრდება. ღმერთი ყველას მოგვითხრავს. ახლანდელი ხელისუფლება ჩემი შვილის გზალის აქტიურობით მოვიდნენ სათავეში. ახლა ვინ კითხულობს, რა უჭირთ, ფრივობლებს, ვინ დაეძებს საწყალს ჩემ შვილს, მოუთხევს საქართველოს ხელისუფლებიდან კაცრად დაისაჯონ დამნაშავენი. მამუკა ხომ საქართველოს შვილი იყო, მაგრამ ჩემი აზრით ალბათ არ უნდათ რომ გამოიდიონ ეს საქმე. მამუკა თავს არაფრით არ მოიკლავდა. თქვენ სიმართლე, რატომ შეწირეს ეს ჩემი უდანაშაულო შვილი ამ საქმეს, ვის აწყობდა მისი გაჩუმება, რატომ რისთვის? ეს იცის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ღარიბაშვილმა და იმ სამმართველოს უფროსმა ჭიკაიძემ, სადაც მოაწყვეს ეს რეიდი. მაგრამ იქ სამმართველოში ღარიბაშვილის ნათესავები მუშაობენ და ამიტომ ჩაფარეს ეს საქმე, ჩემი აზრით. დაისაჯონ დამნაშავენი. ჩემ შვილს აწევინ გამიცოცხლეს, მაგრამ ღმერთის ეშინოდეთ იმათ, ვისაც ეკუთვნის. ღარიბაშვილმა წუხელ ინგა გრიგოლიას გადაცემაში თქვა, ჩვენ ხალხის არჩეული ხელისუფლება ვართ და ვემსახურებით ხალხს. ეს სიცრუეა. მამუკა და მისი ცოლი ოცნების ხალხი იყვნენ და რა გააკეთა ღარიბაშვილმა მამუკას დასაცავად, მისმა ხელისუფლებამ სიცოცხლეს გამოასწავლა ჩემი საცოდავი შვილი. არ მოხერხდა, არა აქვს დაგეგმილი მიღებაო. მერე როცა
იქნება მიღება დაგიკავშირდებიო. ერთი 10 ჯერ მაინც ვიყავი, აღნიშნულიც იქნება იქ პარლამენტში მიღების საათებში ალბათ, რა ვიცი, კანცელარიაში. რა ვიცი, შვილო გადაიყვანეს და რამე ამასთან ხო არ აკავშირებს, რა ვიცი, ცოტა ეჭვი გამიჩნდა. გიორგი ჩუბინი ძალიან პატიოსანი გამომძიებელი. ძალიან გულთან მიიტანა საქმე. ჩუბინიძე. ჩვენ ახევარი. ჩემი თავარი მოთხოვნა არის, რომ სიმართლე დამიდგინონ იქნებ, მაგრამ მინდა მიდგენ სიმართლეს, როცა სანამ ეს მთავრობა იქნება, ალბათ არ დადგინდება სიმართლე. იმიტომ ალბათ ხარიბაშვილი, რა ვიცი, ხარიბაშვილის ნათესავები არიან იქო, სადაც მამუკა დააკავეს. შეწყალაც რო არ განხორციელებულიყო, იყო უკანონო ადგილიდან უკანონოდ წაიყვანა და უკანონობას მოყვა შემდეგ თუნდაც განხორციელებული არ ვიცით ჩვენ არის თუ არა თვითმკვლელობა, მაგრამ თუნდაც განხორციელებული. მე ბესელიასთან რო ვერ მოხდი შეხვედრაზე, რამდენიმე მისვლის შემდეგ მე მიღო პოგოსიანა, ადამიანთა უფლებების დაცვის ეს განყოფილებაში მუშაობს ის ბიჭი და მითხრა, რომ ნამდვილად დარღვევა იყო ადამიანის უფლებების, მამუკა რომ წაიყვანეს ასე, მასე არ უნდა წაიყვანოს, უნდა მისულდა მიმართვაო და შემდეგ ის აიყვანდა ადვოკატს და ადვოკატიანად შევიდოდა იქ მოწმის სახით და როგორც ამბობენ, გაყინული ბოთლებით ცემესო, მეგრე მერე აქციეს და ცხვირზე წიხლი დააჭირეს და ძალად მოაწერიეს ხელი ჩვენებაზეო, ეს არ მოხდებოდა, ასე რომ მამუკას ადამიანის უფლებები არ დაერღვიათ იმათ მამუკასათვის. იცით, ეგ უბრალოდ პატარა ბავშვი რომ მოატყუთ, ის კადრებია ზუსტად, არ ვიცი ჩვენში გვითხრამით. ეგ არის დერეფნის კადრები, სადაც მიდის და მოდის. ჩემთვის არ არის საჭირო, პირადად როგორც ვიცით ისთვის. ჩვენ არ ვიცით, ის წერილი არც მინახე და გვაინტერესებს, იქნებ ფარდა ახადოს ამ გამოუძიებელ საქმეს იმ წერილმა. რა ვიცი, შვილი. როგორ არა, მაგისტრის მინდა უსუფაშვილთან შეხვედრა, მაგრამ ვინ შემახვედრა? ანუ თავარი მოთხოვნა არის, რომ დაიწყოს გამოჩვენა. ხო რა თქმა უნდა, რატომ მოაწყვეს ეს რეიდი და რატომ რა ესერჩოდნენ ამის, ეს მაინტერესებს. მამუკა იყო ერთ-ერთი. აი ზურაბ მეგელიშვილი, რომელმაც დააკავა, ამის გარჯას მოიწვია. დიახ, პირველ რიგში მაგი მინდა რომ დაისაჯოს. და მაგის გარდა კიდე 7 კაცი იყო იქ. რატო განხორციელდა? ხო, მუშაობდა ბიჭი თავისით. და ვიღაცა მანჯავიძეს მოდიოდა და იმ მანჯავიძის აყვანა უნდოდა ამ პოლიციას და ეს მამუკა შეეწირა როგორც ვარაგი, ტყუილა, ფლათ უბრალოდ. და რატო? დაკითხოთ ის მანჯავიძე ნორმალურად და იქნებ ილაპარაკოს სიმართლე. მამუკა მანჯავიძის ჩვენება. მამუკა რა, გელა მანჯავიძე ამბობს ზუსტად ისა, რომ მამუკა 20 წუთით გაიყვანეს და როცა შემოიყვანეს, უკვე გაფიქრებული იყო და ნერწს ძლივს კლაპავდაო მამუკა. მანჯავიძე საერთოდ არ გვინახე, არც ამ ძიმარზე მოსულა არაფერი. მეგობრობდნენ მამუკა იყო მანქანების შემკეთებელი და ეს ბიჭი იყო დიდი მანქანის მძღოლი და კლიენტი იყო რა მამუკას. არავის არის ძმაკაცი. არ იყო მეგობრად. რა ვიცი, ახლა ალბათ ამ ხანაგურად ძმაკაცი არ გონია. ძმაკაცი, იმიტომ რომ ოჯახის წევრები არ აღინიშნებთ და როგორც ახლა მეგობრად. პირველად გავიგეთ საერთოდ მაგის არსება. საერთოდ არ გამოჩენია. საერთოდ. ან დაიძაბისილო და არა ვიცი. თქვენ ეს შეშადეთ თვითმკვლელობის ვერსია. მამუკა თავს არ მოიკლოდა არავითარ შემთხვევაში. ან თუ მოიკლო ზუსტად ეთქოთ გვაინტერესებს
გამოძიება მიდის თვითმკვლელობის მუხლით არის აღძრული და ვფიქრობ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გამოძიება აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. მაგრამ ჯერ არ ჩანს კვალი არავისი ვის შეიძლება მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე, თუმცა არის გაიყო საქმე ორ ნაწილად. ერთი არის გარე სამეგობრო სამყარო იმ მანჯავითის, მეორე არის სამართალდამცავები. ჯერჯერობით მიდის გამოძიება, მაგრამ არ ვიცი რა იქნება. თვითმკვლელობამდე შეიძლება მიიყვანა თუნდაც სამართალდამცავების ზეწოლას. ამიტომაც ვერაფერს ვერ გამოვიწყო. დაზუსტებით ვერ ვიტყვი. Tani მოთხოვნა რა არის? ის მოთხოვნა ამ შემთხვევაში და რა არის ის თავი? ჩემი მთავარი მოთხოვნა არის ისე და ისე პროკურატურასთან, რომ სამართლიანად გამოიწვიონ. ცით რა მომენტია ჩნდება რაღაც, აი ცოტა თითოს ხავს ისოდენა რაღაც ფაქტები და უცებ ყველაფერი ქრება. შეიძლება ეჭვი გაჩნდეს იმისი, რომ ამას ვიღაც აკონტროლებს. ხო, მაგრამ ვიზე გაფეჭი ანუ ხება რამოდენიმეჯერ მოხდა, ანუ იყო რაღაც თუნდაც ბატონი გიორგი გადასულა პროკურატურიდან, ჩემთვის ეჭვის აბავია. მოწდობლაია სამოცნობა. აი ძალიან დიდი გოლის ისე და ბუჩა მოყარი რო კონკრეტულად გაიწვევი და რატო რას მოითხოვ მინდა რომ მოხდეს სამართლიანი გამოძიება რატო ჭიანდება გამოძიება ავერსიები თუ არ არის თქო უკვე ერთი წელი გავიდა გამოძიება მისული და ვის ინტერესებში შევიდა როგორ ანუ ვინ ფარველობს და ვის აინდა რომ ეს საქმე იყოს გამოძიება. ალბათ ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანუ გენინსპექციიდან გამოვიდა საქმე ფაქტიურად უბრალოდ გაკეთდა ის რომ არ იყო მასზე ფიზიკური ზეწოლა დაამტკიცეს ეს გაკეთდა ამაზე განცხადება და მის შემდეგ ფაქტიურად არაფერი არ გაკეთებულა პროკურატურაში რაღაც დეტალები არის გამოძიებული მაგრამ ეს არ არის ის რომ საქმის გახსნას ხელს უწყობდეს ძალიან წვრილმანები არის და მოთხოვნა ისე პროკურატურასთან სხვასთან არავისთან ხوار დაამატებით ამას თვითონ აი გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ამას არაფერს არ დავამატები უბრალოდ აქეთ რო გაიმართეთ თითქოს მრჩება შთაბეჭდილება რომ გენინსპექციამ გამოიძია ის რაც თვითონ მათ აწყობდათ ეგ რომ სამართალდამცავების მიერ არ განხორციელებულა არანაირი ზეწოლა ამის შემდეგ არაფერი არ გაუკეთებიათ საერთოდ საქმე გადასცეს პროკურატურას თუნდაც ის რომ ბატონი გაბლაია იყო მაშინ გამომძიებელი და რაღაც ფაქტებზე გამამახვილეთ ყურადღება რაც თვითონ საერთოდ არ გამოიწია და რაღაც ძალიან გვეუხერხულა პირადად ჩვენ არის ესეთი რაღაცეები რაც მეტყველებს რომ ის შეიძლება მარტო არ ყოფილიყო იქ მაგრამ დამტკიცებით პროკურატურას ვერ ამტკიცებს კი, ყავთ ადვოკატი. ადვოკატი ამბობს, რომ იყო უფლებების დარღვევა მამუკას მიმართ და ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ზეწოლის გან შეიძლება ყოფილიყო. იმდენად პატიოსანი ადამიანი იყო, ადვილი იყო მას ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა, მე ამას ვიტყუდი. ანუ ისე წავიდა და თავისით გამორიცხულია.
იმდენად 7 პიროვნება იყო თვითონ პიროვნულად. აი თქვენ ნახეთ რაიმე ქრისტიანული სახში ფიზიკურად თვალით მე არაფერი საღამოს არ შემიმჩნევია, მაგრამ ძალიან ინსპექციამ გაავრცელა თვითონ სურათებით, აი ჟურნალში არის სურათები, სადაც ეს ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გადაღებული სურათები, სადაც არ ვიცი პიროვნულად არ გავს ის მამუკას, იმდენად არ ვიცი, სხვა სახია, არაადეკვატური სახია, ნამდვილი შეშლილი სახია. თქვენ ფიქრობთ, აი ასე, რომ მე ვფიქრობ, რომ იყო ზეწოლა, არ ვიცი ეს იყო ფიზიკური ზეწოლა, არ ვიცი ფსიქოლოგიური. აუცილებლად იქნებოდა ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ ნამდვილად არაადამიანური სახე ჰქონდა. და ამან მიიყვანა. არ ვიცი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა და თვითონ გააკეთა ეგ გადაწყვეტილება, თვითონ შეაცვლა თუ არ ვიცი კიდე რა მოხდა. ის რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, ამაზე მეტყველებს თავისი დაწერილი ჩვენებაც კი. ადამიანს უწერია, რომ კარგი აღიარა ის, რომ დაუშვათ ის ნარკოტიკი მოქმედა გელას მამუკასთვის, მაგრამ ამასთანავე წერია, რომ მე მოვიხმარეო ნარკოტიკი, ნარკოლოგიური კითხვი ამბობს, რომ არ მოუხმარია. ანუ თავისვე საწინააღმდეგო დააწერია ეს. ანუ იმდენად ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს თვითონ წერია, რომ მოიხმარა, მაგრამ ნარკოლოგიური გვეუბნება, რომ არ მოიხმარა და ეს ყველაფერი მეტყველებს იმედა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მაინც იყო. ზიზი ერთგვარად.